ეხლა მოვედი ბიბლიოთეკაში და ცოტათი გონება გაფანტულობაში. და არ ვიცი რა ვქნა. და ვდგავარ და ვხატავ ამ Kindle-ზე. და სხვათა შორის ეს Kindle ძალიან გამოსადეგი. რადგან აი ეს მომწონს ყველაზე მეტად. ესე რა დგავ, ანუ მაგდაზე რო ვთქვა არის ესე რა და შენ გიყურებს ესე ფაქტობრივად და იმის დაწერა არის ძალიან კომფორტული. უფრო კომფორტული ვიდრე ნებისმიერ ჩვეულებრივ მაგიაზე რაც უნდა დაწერო ამზეც თუ კიდეთ. ეგეთი კომფორტული არ არის. ანუ ვფიქრობ ესე მაგითად ვაყენებული იქნება უფრო რაღაც გემრიელად დაწერა და უფრო სასიამოვნო იქნება ეს წერის პროცესი. ხო და ეს მომეწონა Kindle-ზე. თავიდან ეს Kindle რომ მაჩუქეს, მეთქი პლანშეტი ხომ აქვს და მაშინ უნდა გამოვიყენოს. ხო და იდო. არ ვიცი დროში გამოვიყენებია. ხო და მალევე ერთ ოქტომბერში მომაფიქრდა რომ ეს ხო თვალებს ისე ადგენს როგორც ჩვეულებრივი კომპიუტერი და ეკრანი. ამიტომ გადავწყვიტე ეს გამომაყენებინა 3 სეგმენტი ვიდრე ის ეკრანი. და მაგალითად ეკრანის მაგივრად ვიდექი და ამ უნივერსიტეტის რიდერებს ვბეჭდავდი და ბეჭდვის დრო უნდა წახვიდე, მოხვიდე, თან გადაიხადო. ხო და მე რა ვთქვათ რაღაც ჩაირთო. და მეთქი რატომ არ წავიკითხო Kindle-ში. და თან რამდენიც კი შეგიძლია დაწერა, რამდენი მოხდით კიდე გექნება შეგიძლია რამდენი წიგნიც კიდე. ხო და ახლა ამას ვიყენებ და აი ეს ძალიან მომწონს. ანუ უკან შეგიძლია ესე რომ შეგიძლია დააყენო. ძალიან გამოსადეგარი. ძალიან სასიამოვნო. ეხლა ვთამაშობდი და ვხატავდი ეკრანებს. ასევე Kindle-ის ის მომწონს, რომ ნებისმიერ წიგნი შეგიძლია წაიღო სადაც მინდა. ანუ აქ თუ PDF ვერსია გაქვს, გაიგზავნე ძალიან მარტივად იმეილით, ან ლოგინ აკაუნტით Amazon-ზე და უცბად გაჩნდება აქ და ნებისმიერ წიგნს წაიკითხო, ნებისმიერ ადგილას. ხო და ამდენი წიგნის თხრევა და ასე შემდეგ აღარ მიწევს რა. და ეგარია. მოკლედ რადგან ცოტა გონება გაფანტული მაქვს და არ მეცადინებ გადაწყვეტა გადამოვა ეს ვიდეო Kindle-ზე. დამესობაში თან ჩემი ფოკუსი მიბრუნდება და ენერგია და ეს კარგია.